ვაჟა ფშაველა, შვილის ნუკრის ნაამბობი. პაწაწავა რობოლი, ბედმა დამიბრიყვა, სულ დროს დავობლდი. ჯერ რქები და კბილები არა მომსვლია, შლიქებიც არ გამაგრებია. გზა და კარგული დავდივარ, გული მიწუხს. საბრალო დედაჩემი, მანამ დედა ცოცხალი მყავდა, სულ ალერსში ვიყავი. ძუძუს მაწოვებდა, მიალერსებდა, მაფრთხილებდა. რაღა მეშველება ახლა. უპატრონო რომ ვარ, სულ მეშინია, ვკანკალებ, მუდამ სიკვდილს ველი. ღმერთო, რამდენი მტერი გვყავს. წეღან ველის პირად გავედი, უცებ ჩემს თავზე ჭექა გაისმა. ავიხედე, უზარმაზარი ლეგა ფრინველი მოდიოდა პირდაპირ ჩემკენ. შეშინებული თხეში გადავხდი, ჟრუანტელი მივლის, როცა მისი მოკაკული ნისკარტი და ალმასივით ბრჭყალები მაგონდება. გენაცვალე ტყეო, შენ ბევრს მშველი, თორემ აქამდე ჩემი ბეწვიც აღარ იქნებოდა. მე და დედაჩემი ტყიან სერზე ვცხოვრობდით. დედა დაწვებოდა გორაკზე, მე გვერდით მოუწვებოდი. ხანდახან ყურებს დააცქვეთდა, მეც უბაძავდი და ჩემს პატარა ყურებს ავცქვეთდი. ერთხელ წვიმიანი დღე იყო. დედა წიფლის ქვეშ იდგა და იცოხნებოდა. მე თავს ვუშვერდი ნამს, რომ გავეგრილებინე. არ გიამა შვილო, გითხავდა დედა. მე თავს უქნევდი და ვხდოდი. უცებ ჩხიკვი მოგვეხვია. თავი მომაფარე, მითხრა დედამ. თორემ ჩხიკვი თვალებს დაგთხრის. დედა მარიგებდა. მანამ დედა ცოცხალი ყავს, ნუ გეშინიან. როცა მე აღარ გეყოლები, მაშინ სიფრთხილე გმართებსო. ოხ, რამდენი გამოცდილება მაკლია ჯერ კიდევ მე, საცოდავს. ერთხელ წყალზე ჩავედით ხევში. ცივი ანკარა წყალი მოჩუხჩუხებდა. მოდი შვილო, ჩადეკ წყალში, საამურია სიცხეშიო, მეუბნებოდა დედა. უცებ ზევით ხმაურობა გაისმა. დედა მითხრა. ეგ საშიში ხალხი არ არის, დედაკაცი და ბავშვია. ჩვენი მტერი ეგრე არ ყვირისო. გულმა არ მომითმინა და გავხედე. პატარა ბავშვმა დამინახა და დაიყვირა. ვაი დედილო, მგელი. მგელი კი არ არის, შვილის ნუკრია შვილო. ქარა ლამაზია, უთხრა დედამ. დავიჭიროთ შენი ჭირიმე. არა, გენაცვალოს დედა, ცოდოა. განა მაგას არ ყავს დედა, ხომ უნდა იტიროს იმან თავის შვილზე. მიამა რომ გავიგონე ერთადერთი სიტყვა ჩვენი შებრალებისა. მაგრამ დედამ მითხრა. ჰაი შებრიყვო, გჯერა რასაც ეგენი ამბობენ. ეგენი წავლენ, ასწავლიან მონადირეს ჩვენს ბინას და გამოგვასალმებენ სიცოცხლესო. შეუდექით ველის პირებს, გავსწიეთ მთისკენ. ტკბილი ხმა ისმოდა სალამურისა. მთის ძირზე გაშლილიყო ცხვარი და ტკბილად ზოვდა ახლად დანამულს ბალახს. გორის პირზე ზევით მხრივ იჯდა ნაბადწამოხვეული მეცხვარე და შეექცეოდა სალამურს. იმის გვერდით საზარელი შესახედავი ძაღლი ცოცხლად აყოლებდა თვალებს ცხრის ფარას. ცუდ ადგილას მოვედითო, მითხრა დედაჩემმა. მეცხვარე უიარაღოა, იმისი ნუ შეგეშინდება, მაგრამ ის ძაღლი დაიყრის ჩვენს სუნს და იქნება გამოგვეკიდოსო. მობრუნდი უკან. თვალი გეჭიროს, თუ ჩვენსკენ გამოიქცა, მე დავენახვები და შენ ბალახებში ჩაიმალეო. ჩვენს დანახვაზე ცხვარი წაფრთხა და დაიწყო ჩვენკენ ყურება. ცხრის დაფრთხობა და ძაღლის წკმუტუნი ერთი იყო. სქვიტა ყურები და გამოეკანა ჩვენკენ. დედაჩემი შენიშნა და მისკენ გაეკანა. დედაჩემი გასრიალდა და ერთ წამს დამეკარგა თვალიდან. ცრემლი მომერია, გული მომიკვდა. ვაიმე, დედავ, თუ დაგეჭიროს მაგ წყეულმა. დიდი ხანი მესმოდა ბრაგა ბრუგი და ხევი და მქვები ჩხრიალი. ცოტა ხან შემდეგ ხავილი შემომესმა. დედაჩემის ხმას გავდა. მეც გავეხმაურე. საბრალო აფორთქლებული მოიჭრა ჩემთან. აქ ახარ შვილო, ნუ გეშინიან, შენი დედა ცოცხალია. ძაღლი და მგელი ვერაფერს დაგაგლებენ. მიალერსა დედამ. მთელი ღამე დავდიოდი თველზე, აღარ გვეშინოდა. თენება დაიწყო. დედაჩემის წუხდა თითქოს სიკვდილს გრძნობდა. მოკუნეთდა ერთ ფოთოლს და გაყუჩდებოდა. უცებ როგორც ცისჭექამ იგრიალა თოფმა. დედაჩემმა ამოიკვნესა და წაიქცა. მე იქვე გავისხიპე. საწყალი დედაჩემი ცდილობდა ადგომას, მაგრამ ისე ვეცემოდა.
არყების უკნიდან გამოხდა ახალგაზრდა ბიჭი. გაუმარჯოსო, დაიძახა და გამოეკიდა. მოვკვდი, ტანში დავიშალე, როდესაც მონადირემ ამოიძრო პრიალა ხანჯალი და დედაჩემი მოკლა. ზურგზე შეიდო და გასწია. მას აქეთ ცოცხალ მკვდარი ვარ. ვტირი და ეს არის ჩემი ნუგეში. დავდივარ და შევსტირი ხეებს, მთასა და კლდეებს, მაგრამ დედა აღარ ჩნდება. დედაჩემს ვეღარ ვხედავ, ვარ ობოლი და ვინ იცის, ვინ დამეპატრონება, ვინ შეიღებავს ჩემი სისხლით ხელებს. ვაჟა ფშაველას ამ ნაწარმოებით უნდა დაეთქვა, რომ ადამიანი არ უნდა იყოს ბუნების დაუნდობელი მბრძანებელი, რადგან ყოველ ცოცხალ არსებას ისევე სტკივა, უყვარს და სჭირდება დაცვა, როგორც ჩვენ. მწერალი გვიჩვენებს, რომ ნამდვილი ადამიანობა სუსტის მიმართ თანაგრძნობაში, ბუნებასთან ჰარმონიულ თანაცხოვრებასა და იმ პასუხისგებლობის გააზრებაში ვლინდება, სადაც ჩვენმა დაუფიქრებელმა სისასტიკემ შესაძლოა სხვა ცოცხალი არსების სიცოცხლე გააუბედუროს. გამოიწერეთ არხი მეტი ზღაპრული სამყაროსთვის და გააქტიურეთ ზარის ღილაკი.